მოგესალმებით, მე ვარ თევდორე და ეხლა ხელში მიჭირავს ურიცალის სოინარი. დავსვათ შეკითხვა, რა განსხვავებაა ლარჭემსა და სოინარს შორის. პირდაპირ ვიტყვი არაფერი, თითქმის იდენტური არის. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა შემსრულებელს საკუთარი ბგერათრიგი ქონდა ლარჭემი იქნება თუ სოინარი, აქედან გამომდინარე, დღემდე შემონახულ ჩანაწერებში ლარჭემის და სოინის ჩანაწერები განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივეს გააჩნდა, თქვათ, ესეთი სამკუთხა ფორმა, ორივეს იკიდებდნენ კისერზე, ასრულებდნენ წემსები და გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სოინარები გავაკეთე ბოლო ეთნოფორის ვარდენ მეფარიშვილის, რომელიც იყო კოხნარიდან, ჩანაწერების ბგერათრიგის მიხედვით. როგორც ხედავთ, არის პატარა ზომის და დიდი ზომის. პატარა ზომა იყო ძირითადად სამგზავრო, ესე ფულის ჯიბეში იდებდნენ და ყოველდღიურ წვდებს ამოიღებდნენ და დაუკრავდნენ, შეასრულებდნენ სხვადასხვა მელოდიას. ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი ზომა აქვს. დღემდე შემონახული ცნობების თანახმად, სოინარი კეთდებოდა როგორც ლერწმისაგან, ასევე ლერწმის მსგავს, ბუჩქისაგან, რომელსაც ეძახდნენ სოინრის ბუჩქს, ასევე კეთდებოდა ჩალამ-კალამისაგან, მაგრამ ცოტა მოუხერხებელი არის ჩალამ-კალამი შესასრულებლად ტუჩისათვის. სოინარზე შესრულებული მელოდიები იმით არის უნიკალური და განსხვავებული ლარჭემისაგან, რომ სოინრის მელოდიებს, როგორც ასრულებდნენ დამოუკიდებლად, ასევე უთავსებდნენ სხვადასხვა სასიმღერო მელოდიას, ლექსებს და სხვადასხვა დაძახილებსაც. ახლა შევასრულებ ამ ჯიბის სოინარზე დასაკრავ მელოდიას, რომელიც ჩაიწერა შალვა მშვენიძემ 1931 წელს. როგორც აღვნიშნე, ასევე სოინარს აყოლებდნენ ლექსს, ანუ მონაცვლეობით. ჯერ ვთქვათ, პატარა მელოდიას დაუკრავდნენ სოინარზე, შემდგომ ლექსს მოაყოლებდნენ, შემდეგ ისევ დაუკრავდნენ, შემდეგ ისევ მოაყოლებდნენ. ეს დაფიქსირებულია სტერეშენკო კუბკინას წიგნში, ასევე კახი როსტებაშვილსა გაუდიოს სახით ჩაწერილი. მივალ გურიაში, მარა სულმა წინ გემეპარა, მას მივსდიე, არ დაბრუნდა, არც მიიღო ქრთამად ფარა. ფეხებით მივჩარჩალობდი და ტანმა უფლი დაღვარა, რომ აქებენ ამ გურულებს ნეტავ გზაში გადამყარა. ასევე შემორჩენილია ჩანაწერები, სადაც გარკვეული მელოდიის დაკვრის შემდგომ ლექსის მაგივად გარკვეული წამოძახილებია, მაგალითად იფა ბიჭო. მაგალითად, იგივე ჰანგზე, უბრალოდ შემორჩენილია ჩანაწერები, იგივე ჰანგზე არის დაძახილები იფა ბიჭო. იფა ბიჭო. იფა. იფა ბიჭო. და ესე ნელ-ნელა უფრო და უფრო აჩქარებდნენ ბოლოში. ისე ოსტატურად ვერ შევასრულე, როგორც ორიგინალშია, მაგრამ ვეცადე არსი დამენახებინა თქვენთვის, თუ მიახლოებით როგორ სრულდებოდა. დაძახილებისა და უბრალო ლექსების გარდა, ასევე გარკვეულწილად დაამღერებდნენ კიდევაც გარკვეულ სიმღერასაც. ერთი სახლი ავაშენე, ოქროსა და ვერცხლისაო ჰე, წითელ ძალი მე ვიყვანე ჰე, ბედნიერი ფეხისაო ჰე. ამ გურულ დასაკავის მართლა გურულის სახასიათო ხმა ჭირდება. ყოველ შემთხვევაში ვეცადეთ თქვენთვის გადმომეცა
არსი სოინარზე შესრულების. მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს საინტერესო იყო. ამ ეტაპზე ჯერჯერობით შესწავლის პროცესში ვარ, გამოიწერეთ გვერდი, რომ საბობალოდ უფრო მეტი საინტერესო ინფორმაცია გაგიზიაროთ.